მილიარდერის პიარ ხრიკები რა ბერკეტებით აპირებს ივანიშვილის საბიუჯეტო თანხების გაკონტროლებას და აძლევს თუ არა კანონი მას კონტროლის უფლებას. ჯარიმის სანაცვლოდ უკან დაბრუნებული დაყადაღებული ქონება. ფინანსთა მინისტრმა უკვე განმარტა თუ რაში დაიხარჯება ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი. მაკა ჩიხლაძე მუშაობს თემაზე. მაკა რა განაცხადა გვინდაძემ დაიხარჯება თუ არა საბიუჯეტო თანხები ისე როგორც მილიარდერს სურს, ანუ სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად. ის რომ სტიქიით დაზარალებულებს არ მოხმარდებათ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმისთვის გადახდილი 80 მილიონამდე ლარი. ეს უკვე დიმიტრი გვინდაძემ დაადასტურა ოფიციალურად. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ 80 მილიონი არანაირ გავლენას არ მოახდენს 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტზე, ანუ მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე ქვეყნის, რადგან ეს არის ჯარიმისთვის გადახდილი თანხა და ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი ჯარიმებზე არ იგება სახელმწიფო ბიუჯეტი. დიმიტრი გვინდაძის თქმით, ეს თანხა უკვე მომავალ წელს 2013 წელს მოხმარდება ვალების გადახდეს, რაც ნიშნავს ფინანსურ ენაზე ასიგნების გადაფარვას, ხოლო ის რომ წელს როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა ისე მოხდეს და ეს თანხა მოხმარდეს სტიქიით დაზარალებულებს, ეს უკვე გამოიწვევს ქვეყანაში ფულის გაუფასურებას, ანუ იგივე დეფოლტს. როგორც კი დავიწყეთ ჩვენ ბიუჯეტის აწყობას ჯარიმებიდან გამომდინარე, მეორე დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ დეფოლტს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს გამოგვივიდეს ჩვენი საკუთარი, ეს იყოს საქართველოს, ჩვენ არა ვართ ნაური. ეს არის ჯარიმა, რომელიც შემოვა ბიუჯეტში, შემდეგ, არ ვიცი, წლის ბოლოს სავარაუდოდ იქნება კიდე ცვლილება ბიუჯეტში და დაიწერება იმ ასიგნებებში, რომელ ასიგნებებსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაკეთდა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა ამ თანხის გადახდის შესახებ 80 მილიონზეა საუბარი და განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სახელმწიფო მთლიანად არ შეეგუება პოლიტიკურ კორუფციას და უკანონო შემოწირულობებს და მომავალშიც გააკონტროლებს იმას, რომ მსგავსი სამართალდარღვევა არ განხორციელდეს და ზუსტად დასახელდა ასევე ციფრები, რაც იქნა გადახდილი 24 ივლის, ანუ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა 74 მილიონ 325,065 ლარი, დამატებით აღსრულების საფასური 5 მილიონ 202,774 ლარი, ანუ მთლიანობაში 80 მილიონ ლარამდე. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს რეაგირებას ყველა სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, იმისათვის რომ გამოირიცხოს პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევები. ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. პირველ რიგში ამას გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტია და ლეიბორისტები აცხადებენ, რომ ალბათ უმჯობესი იქნება მათი თქმით თითოეულ ოჯახს თუნდაც 30,000 ლარის ოდენობით გადაერიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშზე და არ მოხდეს ამ თანხებით სპეკულაცია და ამორჩევლებისთვის თვალში ქულების დაწერა. ისინი ამისკენ მოუწოდებენ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ხელისუფლებასაც. განცხადებები გაკეთდა 80 მილიონთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში. სასესიო დარბაზში გამოდიოდნენ ტრიბუნასთან ამ თემასთან დაკავშირებით, სწორედ როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის გია ცაგარიშვილი, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებიც. უმრავლესობაში ამბობენ, ეს არის პოპულისტური ნაბიჯი, რადგან სტიქია საქართველოში სხვა დროსაც ხდებოდა და ბიძინა ივანიშვილს შეეძლო მარტივად მაშინაც გამოეჩინა ყურადღება სტიქიით დაზარალებულების მიმართ. უმრავლესობის მოსაზრებით ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ამ მრჩევლის თვალში ქულების დაწერა და ხმების მოსყიდვის ერთგვარი მცდელობა. თუმცა ეს არის სახელმწიფო, სადაც კანონი მოქმედებს და ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილი თანხმა მოხმარდება ჯარიმას და შესაბამისად მომავალ წელს ვალების გადახდას, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა და არავითარ შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს. რომელიმე ფირმა დაჯარიმდეს და მან გადაიხადოს ჯარიმა, ვერც ერთი ფირმა ვერ მიუთითებს სად დახარჯონ ეს ფული. ეს იგივეა, მე რომ საშემოსავლო გადასახადს ვიხდი, ყოველთვიურად გითხრათ, რომ ეს გადასახადი მიმართეთ, თქვათ პირობითად იმერეთში რომელიმე ხიდის აღსადგენად, ან თქვენ რო სიტი პარკმა დაგაჯარიმოთ, თქვენ თქვათ, რომ მე გადავიხდი ამ ჯარიმას, თუ თქვენ ამას მიმართავთ რომელიმე კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ. ეს არის სუფთა წყლის პოპულიზმი და არაფერი საერთო ამას კანონთან არ აქვს. სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებთ გაჭირვებულების ხარჯზე უზნეოდ საარჩევნო ქულების დაგროვების ნაცვლად მოპარული მილიარდებიდან 30,000 პირად ანგარიშზე გადაურიცხონ თვითოულ დაზარალებულ
ოჯახს, ისინი ამ თანხებით მათ garaშეც მოაგვარებენ პრობლემებს. გაზარდეთ ხო თანხა გინდოდათ, რა მნიშვნელობა აქვს ის ჯარიმა არის თუ არ არის ჯარიმა? საურავია თუ გადასახადია? თანხა არის, აიღეთ და დაურიგეთ ამ ადამიანებს. 1500 კილომეტრით მიეცით 3000 და უფრო მეტი და ჩვენ კიდევ ყველაფერ ამას რა თქმა უნდა გადავამოწმოთ. და პირველი რაც არის ყველაზე გასაოცარი და ყველაზე გულდასაწყვეტი შეიძლება ესე ითქვას, ის რომ ადამიანების უბედურებაზე, ადამიანის გაჭირვებაზე ჩვენი კოლეგები ცდილობენ თავისი პოლიტიკური დივიდენდების დაწერას. ამისი ნათელი მაგალითი იყო დღეს სხდომათა დარბაზში, როდესაც ჩვენ ვისმენთ ჩვენ ოპოზიციური კოლეგების გამოსვლებს, ამისი ნათელი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩაბძანდა და საპატიო წრე დაარტყა იქ კახეთში, ვითომ მოინახულა და ამის შემდგომ დაიწყო გარკვეული განცხადებების გაკეთება. ამაზე ჩემმა კოლეგამ ბატონმა ნუგზარიმ ისაუბრა უკვე და ის ნამდვილად ესე არის და მოგიწოდებთ რომ თავი გაანებოთ პოლიტიკურ და პოპულისტურ განცხადებებს ამ კუთხით რომ ადამიანების გაჭირვებაზე რაღაც გარკვეული დივიდენდების დაწერა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი შეფასდა პოპულისტურ ნაბიჯად, ასევე დღეს კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს შეახსენეს საკუთარი ნათქვამი, რომ ქართულს არ ეკუთვნის. მე შეგახსენებთ, რომ ამ თანხის გადახდა ავტომატურად იწვევს ყადაღის მოხსნას მის მფლობელობაში არსებულ ქონებებთან დაკავშირებით, იგივე ქართულ სახებას და პროგრეს ბანკს და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს იქნება ორი კურდღლის დაჭერა, ამ მომრჩევლის გულის მოგება და ასევე მისი მკუთვნილი ბანკის გათავისუფლება ყადაღის ანუ მის მფლობელობაში დაბრუნება, რაც ორი კურდღლის დაჭერასთან ერთად არის ასევე იმის პირობაც, რომ ბიძინა ივანიშვილი ამით ადასტურებს, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ ეს ბანკი მისი კუთვნილება არ არის, ფაქტია, რომ მის მიერ გადახდილი ფული სწორედ ქართულ ბანკის გათავისუფლებას მოხმარდება. ჩვენ დეტალებს შემოგთავაზებთ შემდეგ